ის ნამდვილად მართალია, რომ აბასთუმნის რეალურად, ასე ვთქვათ, აბასთუმანში ინფრასტრუქტურის მოწყობა და გაკეთება დაიწყო ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის შემდეგ, მაგრამ აქ ბიძინას გამოჩენიდან მხოლოდ პირველ 4 წელში სახელმწიფო ბიუჯეტიდან 250 მილიონი ლარი დაიხარჯა და ეს თანხაც მისცეს 83% ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულ კომპანიებს, რომლებიც არიან ქართული ოცნების მსხვილი შემწირველები. აი მაგალითად, რომელსაც მოიხსენიებენ Facebook პოსტში, სახიდე გადასასვლელებისთვის მხოლოდ მდინარე ოცხეზე 47 მილიონი ლარი დაიხარჯა და ეს გააკეთა შეპესი არალმა. ეს კომპანია გახლავთ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული თათეშვილების კომპანია და არის ქართული ოცნების ერთ-ერთი მსხვილი შემწირველი. ასევე ყბადაღებული ავტოსადგომის მშენებლობა, საიდანაც ელექტრომობილებმა უნდა იარონ აბასთუმანში 11 მილიონი ლარი დაჯდა და ეს კონკრეტული პროექტი შეპესეს ზიმომ გააკეთა იმისთვის, რომ მაყურებელი მიხვდეს ზიმო რომელი კომპანია, ეს გახლავთ ის კომპანია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ხეებს ატარებდა და ასევე სწორედ ზიმომ გააკეთა 15 მილიონ ლარად წყალსაცავი, რომელიც ხანძარს აწინააღმდეგო მიზნებისთვის უნდა გამოიყენონ, როგორც თვითონ ამბობენ. ბიძინას გამოჩენის შემდეგ მხოლოდ წყალმომარაგებისთვის 22 მილიონი ლარი ბიუჯეტიდან დაიხარჯა და აქედან მაგალითად 2 მილიონი ლარი ასევე ქართული ოცნების ერთ-ერთმა მსხვილმა შემწირველმა კომპანიამ შეპესე ლიდაკ მიიღო და მისი მფლობელი დავით კაპანაძე გახლავთ 70,000 ლარით ოცნების შემწირველი. რაც შეეხება ქველმოქმედებას, აქაც არ ვიცი ყველაფერი რამდენად არის, რამდენად შეიძლება დავარქვათ ყველაფერს ქველმოქმედება, რაც მართლა ქართლის ფონდით გაკეთდა, მაგალითად ბიძინა ივანიშვილმა ტუბს ავადმყოფო დაანგრია იმისთვის, რომ აქ თავისი რეზიდენცია ეშენებინა და ნამდვილად ქართულ ფონდმა გააკეთა კლინიკა აბასთუმნის შესასვლელში ტუბით დაავადებული ადამიანებისთვის და ასევე აქ უკან მცხოვრები ტუბს ავადმყოფოს უკან მცხოვრები ადამიანები გამოასახლა თავისი სახლებიდან და მათ ნამდვილად ქართულმა უშენა საცხოვრებელი კორპუსი. ეს რამდენად არის ქველმოქმედება, არ ვიცი და ნუ ხა რაც შეეხება პარაგრაფს, ის ნამდვილად ბიძინა ივანიშვილის ბიზნესია. ამიტომ და ამას არაკეთებს სახელმწიფო ბიუჯეტი თავისი ფულით, ხო? ამიტომ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ რეალურად აქ პროექტებს ბიძინა ივანიშვილი კი არა ახორციელებს, ბიძინასთვის ახორციელებს სახელმწიფო, იმიტომ რომ გაუმჯობესოს გარემო, სადაც ბიძინა ივანიშვილი ცხოვრობს და აკეთებს ბიზნესს, ეს არ არის აღქმა, ეს არის ფაქტი და რატომ? იმიტომ რომ მას შემდეგ რაც ბიძინა ივანიშვილი აქ გამოჩნდა, მხოლოდ პირველ 4 წელში სახელმწიფოს მიერ პრივატიზებული ქონების 91% ქართულ ოცნებასთან დაკავშირებულმა პირებმა იყიდეს და აქედან 91% უშუალოდ ბიძინა ივანიშვილმა. გარდა ამისა, ახლაც გრძელდება ეს ტენდენცია და მხოლოდ ბოლო 2 წელში რაც მოუთვალე დაახლოებით 11 სახელმწიფო პრივატიზებული ქონებიდან 8 ისევ ივანიშვილთან და ოცნებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა შეიძინეს. აქედან გამომდინარე ის, რასაც ავრცელებს ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატები და მერი, არის მანიპულაცია